10 ქართული კომპანია ეკონომიკური სენატის წევრი გახდება. რა გზით უნდა გაიზარდოს ევროპული ინვესტიციები და როგორ უნდა გავიდეს ქართული ბიზნესი ევროპულ ბაზარზე. ეკონომიკური სენატის კონგრესზე ბათუმში მთავრობის წარმომადგენლებმა სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ფორუმს ჯენი კვანტალიანი ესწრებოდა. საქართველოს ბიზნეს კლუბს ევროპის ეკონომიკურ სენატში სენატორის სახით 10 წარმომადგენელი ეყოლება. სენატორები მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ენერგეტიკისა და მედიის დარგების მიხედვით შეირჩევიან. ბათუმის შერატონში ეკონომიკური კონგრესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა და რეგიონში განხორციელებულ ინვესტიციებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ეს იქნება კლუბი, სადაც მოხდება ქართველი და უცხოელი ინვესტორების დაკავშირება და ოპოზიციების და აზრების ურთიერთგაცვლა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მომავლისთვის, იმიტომ რომ აჭარაში უკვე ნახეთ, დაინტერესებას დიდია და გაცნობა და პრომოუშენი, ასე ვთქვათ, ჩვენი რეგიონის და მთლიანად საქართველოს. ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ტარდება ეს პირველი შეკრება. ეს იქნება ხიდი ევროპასა და საქართველოს შორის. აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ. დღევანდელ კონგრესზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ისაუბრეს. ეს შეხვედრა ორგანიზებული არის საქართველოს ბიზნეს კლუბის მიერ და ეს წარმოადგენს ხიდს ქართულ და ევროპულ ბიზნეს შორის. დღეს წარმოდგენილი იქნება ასევე საინვესტიციო პროექტები, საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში და მიწოდებული იქნება ევროპელი ბიზნესმენებისთვის, ინვესტორებისთვის, რომლებიც წარმოდგენილი არიან დღეს ბათუმში და წარმოადგენენ ეკონომიკური სენატის წევრებს. ეს არის უნიშნულოვანი ფორუმი. ჩვენ ასე ვიტყოდი, რომ ვაგზავნებთ იმ კურსს, რომელიც აიღო სახელმწიფო, მოგეხსენება ჩვენ მტკიცებთ გავართ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმოსული სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩვენ დავიცვათ და გავაკეთოთ კომუნიკაციის, ესე ვთქვათ, ისეთი ფორუმები, როგორიც არის დღევანდელი შეხვედრა, იმისთვის, რომ ცხადი გახდეს ყველასთვის საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, თუ რამდენად მიმზიდველია და რამდენად პრიორიტეტულია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბუნებრივია სოფლის მეურნეობის მიმართულება, ისევე როგორც ეკონომიკის ნებისმიერი სხვა დარგი. ეკონომიკური სენატი ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ორგანიზაციას წარმოადგენს და მასში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკოსები არიან გაწევრიანებული. სენატის აღმასრულებელი თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის სავაჭრო სივრცეს უნდა დაუახლოვდეს. Georgia is not standing outside. ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს როგორც ევროპის ნაწილს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებებს. გვინდა რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ერთიან ევროპულ სავაჭრო სივრცეს და შეუძლოთ გაცვლა სხვადასხვა პროდუქციის, მოხდეს ექსპორტი და იმპორტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება. აუცილებლად შევიმუშავებთ რეკომენდაციებს თუ როგორ შევძლებთ ქართველი ინვესტორების დახმარებას და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. კონგრესზე საქართველოს ბიზნეს კლუბის პრეზენტაციაც გაიმართა. კლუბის მიზანია ევროპული ინვესტიციების მოზიდვა და ქართული ბიზნეს ინტერესების ლობირება ევროპაში. დღესვე მედიისთვის დახრულ კარს მიღმა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ევროპელ ბიზნესმენებს შორის შედგა.